Jingle bells, jingle bells, jingle bells, dun 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 dun. როგორ ხართ, მეგობრებო, ხალხო, ინდივიდებო, ჰუმანოიდებო, როგორ ბრძანდებით, როგორც ხედავთ, გიბრუნდებით ძველი, ახალი სტუდიიდან და განახლება გვაქვს. ესეთი ეგზემპლარია წარმოდგენილი ჩვენთან ერთად, ეს ჩემი ახალი სტუმარია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საახალწლო ფილმებზე, უბრალოდ არ ვისაუბრებთ საახალწლო ფილმებზე, იმიტომ რომ არ მოგატყუოთ, არ ვარ დიდად მოყვარული აი კონკრეტულად საახალწლო ფილმებით, ამიტომ ამ დღეს არ ვახსენებთ, რა ვიცი მე, ფილმს ელფი, დღეს არ ვახსენებთ ფილმს მარტო სახლში, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ მეზარება ხ მაგ ფილმზე, მაგ ეგეთ ფილმებზე ლაპარაკი რა. დღეს მინდა გელაპარაკოთ ყველაზე ნაკლებად ფილმებზე მინდა გელაპარაკოთ, მაგრამ ნუ ფილმებზეც ცოტა დაგელაპარაკებით, მინდა რომ მთლიანად წელი შევაჯამო. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებ, გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო, გადადი ჩვენს ჯგუფში, გაწევრიანდი, დაგროვდეს მინდა ხალხი მაგ ჯგუფში, უკვე დიდი ხანია, და მაგ ჯგუფში არაფერს არ ვაკეთებ მაგისთვის, ხალხი რომ დაგროვდეს, მაგრამ ნუ არა უშავს, თქვენ გადადით, გაწევრიანდით და ყველაფერი იქნება. გავაგრძელეთ. ეს წელი ჩემთვის პირადად ისეთი პანძი წელი იყო რა, იმ პონჩი რომ რაღაც სამსახური დავკარგე იმ წინა წელს დაწყებული სამსახური ამ წლის დასაწყისში დავკარგე, მე ესე იგი რაღაც პერიოდი ჩალიჩობდი ჩემპონში რაღაცებს, მე კიდე რაღაც სამსახური დავიწყე, არ მომეწონა წამოვედი და ეხა პირველ ცხოვრებაში ვარ დიდ კომპანიაში, ნუ ბჭყალებში დიდ კომპანიაში ვარ. და პირველ ცხოვრებაში ვარ აი მენა კორპორატიული სამსახური, აი მენა ედვარდ ნორტონი Fight Club-იდან რა, აი პირველად ვარ, მაგრამ ტაილერ ჯორდენი ვარ პირველად ცხოვრებაში. და ძალიან არ მომწონს. აი მენა ცუდად ვარ. და იმენა არ მევასება, ერთული მაქვს როდის წავალ მაქინან და იმედია რაც შეიძლება მალე. მაგრამ მაღაზია ახლა ყურადღებას არ გამომახვილებ. მაგრამ ოფისის სამსახურზე გავახსენდა ერთი ფილმი, რომელიც არის საახალწლო, ნუ საშობაო საახალწლო ფილმი, რომელიც არის ყველაზე მაგარი რომანტიკული კომედია, რომელიც მე მაქვს ნანახი. სიუჟეტი არის ასეთი. ტიპი მუშაობს ოფისში, სადაზღვევო კომპანიაში. და ნუ ყველაფერი კარგადაა მის ცხოვრებაში, რომ არ ჩავთვალოთ ერთი რამ. სადაც ცხოვრობს ის თავის ბინაში, რომელსაც ქირაობს. მაგ ბინაში საღამოობით მოდიან მისი თანამშრომლები, მოყავთ საყვარლები და იყენებენ მის ბინას სამაიმუნოდ. და ამ დროს, როცა ისინი თანამშრომლები მის ბინაში არიან, თვითონ რა თქმა უნდა, გარეთ უწევს ყოფნა. და ნუ საშობაო ფილმია, შესაბამისად ზამთარია და შესაბამისად ღამე გარეთ რო გიწევს ყოფნა, მთლად სასიამოვნო არ არის შენი ჯანმრთელობისთვის. და რატო აკეთებს ეს კაცი ამას? ეს კაცი ამას აკეთებს იმიტომ, რომ უპრინციპოა, ეს ერთი ლუზერია, ეს მეორე და მესამე არის ის, რომ უნდა კარგი ბჭყალებში, კარგი რეპუტაციის ქონა სამსახურში, რომ ეს ხალხი კარგ რაღაც სიტყვიან მას უფროსთან და ამას გადაიყვანენ, დააწინაურებენ და უკეთეს დეპარტამენტში გადაიყვანენ. მაგრამ როცა მის ცხოვრებაში ეგეთი მომენტი დგება და ამას გონია, რომ უფროსი მას აქებს და გადაიყვანა, რა მაგარია, ამ დროს უფროსი ამბობს, რომ ბაზარი არა, მაგრამ როჟა ხარ, მომეცი გასაღები. სახლის გასაღები. და ასეთი სიტუაცია აქვს ბაქსტერს, ამ ფილმის მთავარ პერსონაჟს, რომელსაც თამაშობს ჯეკ ლემონი. ფილმის სახელი არის ბინა და რეჟისორი არის ბილი უაილდერი. ადამიანი, რომელიც საუკეთესო ფილმებს იღებს, უდიდესი ფილმოგრაფია აქვს რაოდენობრივად, მშვენიერი ფილმები, ჩავარდნა პრინციპში არც ერთი ფილმი არა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ყველაზე ცნობილი მისი ფილმი არის ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან, სადაც ასევე ჯეკ ლემონი თამაშობს და კერტისი და ნუ მერლინ მონრო თავისთავად. გენიალური ფილმი, ის ცალკე გენიალური ფილმი, მაგრამ აი ეს ბინა 1960 წლის. ყველაზე მაგარი რომანტიკული კომედია, რომელიც მე საერთოდ ნანახი მაქვს და ყველაზე ისეთი ისტორია მოყოლილი არის, თითქოს შენ ხარ დამსწრე ამ ისტორიის და არა
ისე თითქოს შენკენ არის მომართული როგორც მაყურებლისკენ მთლიანი ფილმი. არა. ისტორია მიდის თავისთვის და შენ უბრალოდ თანამონაწილეც შენ უბრალოდ უყურებ სხვების ცხოვრებას. ისე აწყობილი ეს ფილმი, რაც ძალიან მაგარია. და ერთ-ერთი ყველაზე კლიშე ფრაზა ვთქვი ახლა, რაც შეიძლება თქვას კინო ცოდნემ, კინო მოყვარულმა კინომანმა, მაგრამ ნუ გასაგებია, თუ რომ ვისაც ნანახი აქვს ეს ფილმი, იცის რასაც გულისხმობ. აუცილებლად უყურეთ, ძალიან მაგარი ფილმია. და ჩვენ წავედით წინ, ეს იყო რჩევო. შემდეგი რაზეც მინდა დაგელაპარაკოთ, არის პოლონეთის კინოფესტივალი, რომელზეც არ დაგელაპარაკეთ თავის დროზე, იმიტომ რომ მანამ ეს კარგი შტაბ-ჭრილებები ჩემზე არ დატოვა ვარშავის კინოფესტივალმა. იმიტომ რომ მე ვიყავ ჟიური, ასეთ ცალკე პროგრამა, სადაც ახალგაზრდა კინომცოდნეები მიდიან და არიან ჟიურები, არჩევენ რაღაც ფილმს და აძლევენ საბოლოო ჯილდოს. იყო რაღაც 10 ფილმი სანახავი. იმდანაც ცუდი ფილმები იყო, არცერთი არ იყო ცნობილი ფილმი, გულისხმობ რამე ლოზნიცა, პანახი ან მსგავსი ცნობილი რეჟისორები არ იყვნენ რა, იყვნენ უცნობი ან დამწყები რეჟისორები. არც ერთმა ფილმმა არ მოახდინა ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება. ალბათ ცალკე ვისაუბრებ დეტალურად თუ რატო არ მხილავს თანამედროვე საავტორო კინო ზოგადად. საავტორო საფესტივალო კინო რატო არის ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მოსაწონი განხრა და მიმდინარეობა კინოში. მე იმ აზრის მომხრე ვარ, რომ დღეს პოპ კულტურის ფილმები, კომერციული ფილმები ბევრად უფრო მომხიბვლელი და საინტერესოა, ვიდრე საავტორო კინო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ პრინციპში კინო არ ვარგა რა, არც კომერციული, არც რაღაც არაკომერციული, მაგრამ აი ეს ორი ერთმანეთს რო შევადაროთ, კომერციული კინო ბევრად ჯობია. და რატო ჯობია მაგ დეტალებს ცალკე ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ მინდა აქ დავხარჯო და ანუ მაგათ კაროჩე მოკლედ მაგას ცალკე ვისაუბრებ რა მაგაზე, მაგრამ დაუბრუნდით ვარშავის კინოფესტივალს. აი მეძინა ყველა სეანსი თითქმის. გარდა იმისა, რომ გადაყრილი ვიყავი, გასაგებია. მაგრამ მე მივხვდი, რომ კინომცოდნის კინოკრიტიკოსის უბრალოდ კინოკრიტიკოსის ცხოვრება ჩემთვის ძალიან არა მომხიბვლელი რა მართლა. მეთქი ნუ ვერ ვიცხოვრებ მე ეგრე არ მაინტერესებს. ანუ განა კინო არ მაინტერესებს და განა კინოზე საუბარი არ მაინტერესებს, მაგრამ აი ეს ფორმატი ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა და მე ბევრად უფრო მაინტერესებს განვითარება ასეთ ფორმატში, ვიდრე ის რომ ვიარო ყოველ წელს 1000 ქალაქი შევიცვალო და წერო ტექსტები და ვუგზავნო და კაცშვილი არ კითხულობს იმას გარდა ინდუსტრიის ხალხისა. ჩემთვის ეს არის კინოკრიტიკოსის სიკვდილი, იმიტომ რომ ვინ არის ხო კინოკრიტიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მუსიკალური მუსიკის კრიტიკოსი, ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი არის ტიპი, რომელსაც აქვს გემოვნება, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც აჟღერებს ამ გემოვნებას, ამ ხედვას თავისას და ხალხი რომლებისთვისაც ეს ამ ადამიანის სიტყვები ახლოს არის და ემთხვევა მათ აზრს, ისინი უსმენენ ამ ადამიანს. ან რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ადამიანს, უსმენენ, იმიტომ რომ მაინც აინტერესებს გაიგონ ამ კაცის აზრი. რადგან ამ კაცის აზრი კინოკრიტიკოსის, ნებისმიერი სახის კულტურული კრიტიკოსის ან კულტურული მიმომხილველის მთავარი ასე ვთქვათ პროდუქტი და ვალუტა რა არის? აზრი. მისი აზრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და მისთვის რა, როგორც მისთვის კარიერაში, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს რას ფიქრობს. თუ გინდა რაღაცა UFC-ზე რაღაცა თუ გინდა გაიგო, შეეკითხები UFC-ს კომენტატორებს ან კონტენტ კრეატორებს, რომლებიც დაკავებულები არიან UFC-ს მიმოხილვით, ხო? და ეგ არის მათი მთავარი ასე ვთქვათ ვალუტა, რომ ისინი ფასობენ თავისი აზრით ამ სფეროში. ასევეა კინოკრიტიკოსი. კინოკრიტიკოსი ფასობს თავისი აზრით კინოსთან, კინოზე ზოგადად. და როცა აი ეს ჯაჭვი
მე როგორც კინოკრიტიკოსი ან კინომცოდნე ან კინოჟურნალისტი, რომელიც უფრო ისეთ safe ვარიანტი გონია მე როგორც ესეთი ადამიანი ვაჟღერებ ჩემ აზრს და მე ამ აზრს კითხულობს ან ისმენს ადამიანი მაყურებელი, აი ეს ჯაჭვი რო არ არსებობს და მე ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცა პროდიუსერმა, ვიღაცა სხვა ჟურნალისტ წარმომადგენელმა უბრალოდ წაიკითხოს ეს და არაფერი არ მოყვეს ამ ყველაფერს. ამისთვის თუ ვაკეთებ, ეგ ჩემთვის ძალიან დამდგუნველი. და ეს ფორმატი ჩემთვის ბევრად მომხიბვლელი, იმიტომ რომ პირველ რიგში კავშირი მაქვს ჩემნაირ მაყურებლებთან რა, ანუ მეც უბრალოდ კინოს სწავლობდი 2 წელი, თორე ჩვეულებრივი, ანუ არაფრით გამორჩეული არ ვარ რიგითი კინომაყურებლისგან და უმეტეს, ძალიან ბევრია ჩემზე ბევრად შეხედული ადამიანი კინოში. მე უბრალოდ სიამოვნებს ამ ყველაფერზე კინოზე ლაპარაკი და მე სიამოვნებს, როცა ხალხს აქვს რაღაც აზრი ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როცა გვაქვს დისკუსია, როცა ვსაუბრობთ, აი ასე ვხედავ მე კინოკრიტიკას და არა ისე როგორიც არის ეს ფესტივალებზე რა, უბრალოდ მიდიხარ უყურებ რაღაც კინოებს, ბანძეს კინოებს, ეგ ცალკე ისა წყევლა კინოკრიტიკოს, რომ ძირითადად დებილობების ყურება გიწევს, უყურებ ამ ყველაფერს და მე უნდა დაწერო, მე უნდა გამოიცეს სადღაც და კაცშვილი არ წაიკითხავს მაგას, რა ძალიან ცოტა რაოდენობა და ყველაზე უარესი ისაა, რომ დიდი ალბათობით კაცშვილი არ გიპასუხებს და მის აზრს არ გამოხატავს. და მე უბრალოდ ვერ ხვდები, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები როცა არსებობდა, საკომუნიკაციო არხები ამდენია, რატო უნდა მივისწრაფო იმისკენ, რომ განვითარდე მანდამაინც წერლურ კინოკრიტიკაში და აი უშუალოდ ჟურნალებში დაბეჭდვაში, რატო უნდა მომინდეს, ეგ საერთოდ როცა YouTube-ია, TikTok-ია, შემიძლია ვიდეო ჩავწერო, რეცენზია ჩავწერო, შემიძლია ის ჩავწერო, რასაც არ ვაკეთებ, ახლა რეცენზიებს მე არ ვწერ. ზართულია ჩემ რომელიმე ნამუშევარს ამ პოდკასტ, ნამუშევარ ხომ აღარ თქვა პოდკასტს ან ვიდეო ესეს რეცენზია და არქვა. ზოგადად არ მომწონს მე ეგ ფორმატი რო არ მოგატყუოთ რეცენზირება ფილმის თლად ჩემი საყვარელი ფორმატი არა, მე უფრო თავისუფალი ლაპარაკი მიყვარს და უფრო მიყვარს აი პროსტო რაღაცას ჩახედულ ძმაკაცს რო ელაპარაკები რაღაც თემაზე, ჩემთვის ეს ფორმატი ბევრად უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ის რო აი რაღაც სტერილურად რაღაცის განსჯა და წინასწარ მომზადება. ჩემს ბოლომდე რაღაც ვერ ჩამოვყალიბდი რეცენზიებს, ან რეცენზიებს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ არ მაინტერესებს რეცენზირება, რო არ მოგატყუოთ. მე მიყვარს ანალიზი, მიყვარს შეფასება, მაგრამ აი რეცენზირების ფორმა იმდენად მოსაწყენია ჩემთვის. ვკითხულობ, დაჟე ანუ კითხვაც მიჭირს რეცენზიების რა. მე უფრო მევასება რა პოდკასტის ყურება ფილმებზე, რაც უამრავია ახლა ინგლისურენოვანი და ძალიან ასწორებს. და აი რეცენზიის და იქიდან რა აზრებსაც ვიღებ და რა დამოკიდებულებებს და საინტერესო ანალიზსაც ვისმენ პოდკასტებში. რეცენზიებში ზოგჯერ ეგეც ვერ მოისმენ, ზოგჯერ კი არა უმეტესად ვერ მოისმენ, იმიტომ რომ იმდენად განსაზღვრული ისა ფორმა და იმდენად ისაა, რომ რაღაცნაირად ცუდად ჩამოყალიბე ეს აზრი ვაღიარებ, ანუ რაღაცნაირად დამოკიდებულება მაქვს ამ რეცენზიების მიმართ, ან შეიძლება უბრალოდ მეზარება რეცენზიების წერა და ასე უბრალოდ დებილივით ლაპარაკი მისურდება. რატომაც არა? აუ მე ახლა ვერ ხედავ ზედად ჩარჩოს და იმედი მაქვს ახლა ას თავი რომ აქვს თლიანად მოჭრილი არ არის, დიდი იმედი მაქვს ამის, მაგრამ რაც არის. კიდევ რაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ. ახალი წელია რა. რაღაცნაირად თავდება ეს წელი. დიდად წარმატებული წელი ეს ჩემთვის არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ გავაქტიურდი YouTube-ზე, როგორც იქნა ვიპოვე ჩემი რაღაც ფორმატი, რომელსაც
ვაგრძელებ და რაღაც ერთი თვე ჩავარდნა კი მქონდა გულისხმობ პოდკასტს ამ ბავშვს, მაგრამ ვიდეოებს 4 ვიდეო დავდე, ხო? უბრალოდ სხვა ფორმატში, იმიტომ რომ მევასება რა. YouTube-ი ზოგადად მაგიტომ მიყვარს, რა, ამ გაქანებას გაძლევს რა, უბრალოდ არ დამივიწყია პოდკასტი. თქვენ არ იფიქროთ რომ მე დავივიწყე ეს პოდკასტი და აღარ ვაპირებ გაგრძელებას არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ რაღაც პაუზა ავიღე ამ ფორმატიდან, სხვა ფორმატზე გადავერთე, გავაკეთე რაღაცები, მე ისევ დაუბრუნდი რა. თუ ოდესმე ამ ჩემი ჰობიდან შევძლებ ფინანსური სარგებლის მოპოვებას და აი full time გადმოვალ YouTube-ზე, მაშინ რა თქმა უნდა მე როცა მომინდება ეგრე რაღაც გადახვევას და სხვა ფორმატების გამოცდა, ისე მექნება დალაგებული, რომ ანუ ეს რაღაც მთავარი ფორმატი სულ იქნება სტაბილურად და ის უბრალოდ რაღაც დამატებით იქნება რა და ეხა რომ 10-დან 7-მდე ვაგდივარ სადღაც აყროლებულ ოფისში და მე რო ბრუნდები იქიდან დაღლილი და მეძინება და კაროჩე რა ანუ ეს ყველაფერი როცა არის YouTube-ი და ეგრე ასე ჩამოждоმა და ლაპარაკი ჩემთვის არის შვება და მით უმეტეს ყავს რაღაც კარგი გარემო ვიპოვე კარგი ხალხით ჯანსაღი მიდგომით საქმის მიმართ გულისხმობ სტუდია სადაც წერ ეს არის ფიქრობ ახლა სახლიდან რო წერ რამე მოხდა სტუდია არა პირიქით ყველაფერი კარგადა უბრალოდ აი ნაზვის ხე მინდა და ეს მინდოდა ეს ვაიბი მინდოდა და რაღაც გამისწორდა და რაღაც რატო არანთია თუ ნუ მოკლედ ამის თქვა მინდოდა იდეაში ძალიან აბდაუბდა სერია გამოვა ეს ბაზარი არა უბრალოდ ნუ პროსტა წლის ბოლო როა მაგპონჩი გადავიღე და იქეთა წლიდან ვერ ვიტყვი რომ ბევრი მაქვს მაგრამ ის დაგეგმილი მაგრამ რაღაცეები მაქვს და იდეაში ასე მოხაზული და იმედია ყველაფერი გამოვა ნელ-ნელა ბოლოსკენ წავალ აბა თქვენ ის ხალხო არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო ჯგუფში გაწევრიანდით და კომენტარეთ რამე რაც გაგისწორდებათ შემოვალ თქვენთან დისკუსიაში ვილაპარაკებთ დიდი სიამოვნებით და გაატარეთ ეს ახალი წელი ოჯახთან ერთად მეგობრებთან ერთად სითბოში სიყვარულში არანაირი მოწყენილობა ასევე ისიც ვიცი რომ ახალი წელი როცა რაღაც ვალდებულება გაქვს რომ გაერთო და ამ ვალდებულების გამო მე ცუდ ხასიათზე ხარ და დაგრუზული ხარ ეს ფენომენი ჩემთვის ძალიან ახლოსაა ზოგადად ეგეთი ხასიათის ადამიანი ვარ მაგრამ ნუ მაგასაც გადალახავს ადამიანი არ არის პრობლემა და კაი ყოფილიყოს იქეთა ახალი წელი რა იქეთა წელი რა გაასწორებს ბევრად უფრო კარგი ვიდრე ეს იმიტომ რომ ცოტა twini გაიბურღა ცუდი ამბებით და ნუ უფრო კარგი ამბები გვინდა ხალხს აქ ველოდებით ამიტომ იმედია კაი იქნება ახალი წელი და 2026 და ყველაფერი მოიხდება აბა თქვენ ის ხალხო ჩემი კლასიკური დამშვიდობება თუ თქვენთან დღეა დამავიწყდა აბა გამახსენდა თუ თქვენთან დღეა მშვიდობიან დღეს გისურვებთ თუ თქვენთან საღამოა მშვიდობიან საღამოს და თუ ახლა ბალიშზე გიდევთ თავი და გადაბრუნებას და დაძინებას აპირებთ ტკბილ ძილს გისურვებთ აბა თქვენ იცით peace out